შეიძლება სოფლიო ციფრები ესე ცალკე არაფერს არ ამბობდეს ჩვენი მომხმარებლისთვის, მაგრამ როცა საქართველოს შევადარებთ, მივხვდებით რამხელა განსხვავება არის ამ ციფრებს შორის და დაგვანახებს ჩვენს მასშტაბებს. მსოფლიოში 2020 წელს ჯერ კიდევ პანდემიის შემდეგ ეგრევე გაკეთდა ის რაღაცა წინასწარ მოკლედ რაღაც წინასწარი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ 2025 წელს მსოფლიო ვაჭრობაში, რითეილ ვაჭრობაში ელექტრონული კომერციის წილი შეადგენდა 3.5 ტრილიონ დოლარის ოდენობა იქნებოდა, რაც გზადაგზა გაიზრდებოდა 6%-ით, გაიზრდება და 2030 წელს უკვე ეს ციფრი მიაღწევს 5 ტრილიონ დოლარს, რომელიც ძალიან დიდია დამეთანხმებით ალბათ და ამას გააკეთებს 4 მილიარდი ადამიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტურად ელექტრონულ ვაჭრობაში ჩართული იქნება მსოფლიო მოსახლეობის 9/2 2030 წლისთვის. საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ, ძალიან პატარა არის ამ ბიზნეს მიმართულების მასშტაბები და შესაბამისად მასზე კვლევებიც და ინტერესიც დაბალი არის ხოლმე, იმიტომ რომ მისი წილი ეკონომიკაში ძალიან პატარაა. თუმცა პანდემიამ ზუსტად ისე დაბუსტა ეს მიმართულება, რომ გალთენთა გართმა ჩაატარა ისეთი კარგი კომპლექსური კვლევა და ხშირად უბრუნდებით ხოლმე ამ კვლევას, იმიტომ რომ მასშტაბური არის, მოცულობითი და თითქმის ყველა კითხვაზე სცემს პასუხს, ყველა საინტერესო ასპექტს გამოკვეთს. რომელი წლების კვლევაზე საუბარი 2021-ში ჩატარდა და ფაქტურად პანდემიის შემდგომი ეგრევე შედეგების ანალიზი იყო, სადაც გალთენთა გართმა თქვა, რომ 2020-ში თუ იყო 1.1% რითეილ ვაჭრობაში ელექტრონული კომერციის წილი ძალიან პატარა, 2025-ში 4.7 გახდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრიც პატარაა, ზრდა საქართველოს პარკლებში და რაოდენობრივად, თანხობრივად ეს დანახარჯები ელექტრონულ ვაჭრობაში შეადგენდა 2025 წლისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტს.